საღამოშიდობისა ეს დავილაპარაკებთ ჯოზეფ კონრადის წყდიადის გულში ნაწარმოებზე და საკმაოდ რთული ნაწარმოებია და დამეთანხმებით რომ ასე განსხვავებული აზრი არ არის რაღაც ძალიან როგორ თქვა ბევრი ფიქრი ასოციაცია მოგივა თავში და ასე რომ თქვა რომ აი წყდიადის გული ამაზე ერთ წინადებაში გამოხატო ძალიან ძნელი იქნება მაგრამ მე შევეცდები მე რა დავინახე ამ ნაწარმოებში რატო არის ჩემთვის საინტერესო და რატო არის ეს ნაწარმოები უკვდავი იმიტომ რომ სანამ კაცობრიობა იქნება ეს საკითხები ყოველთვის ცოცხალი იქნება ჩვენ წინა ჯერზე განვიხილეთ მაგალითად ნაწარმოები რომელიც ამ მსგავს თემაზე არის ბუსტაბატონი ვინც იყო ჩემს წინა ბავშვებში არა წინა წელს განვიხილეთ გვამშენებლება ბუსტაბატონი განვიხილეთ იქაც აი მსგავსი რაღაცა იყო რომ ბავშვები მოხდებიან ცივილიზაციის მიღმა რაღაც კუნძულზე და იქ რაღაცები გამოვლინდება რაც რომ ყოფილიყვნენ ჩვეულებრივად ცივილიზაციაში ასე არ გამოვლინდებოდა და საშინელების წინაშე აღმოჩნდა ხო რაღაცა ვნებები რაღაც დემონები შეიძლება ასე დაარქვა გამოვლინდნენ რაღაც აი და მოკლავენ თავის მეგობარს რაც სტიქიური ეს რაღაცა პრეცივილიზაციური რაც სტიქიები რომ გამოვლინდება ადამიანში და აღმოაჩენს რომ ცივილიზაცია არის ის ძალა რომელიც ამას შეაკავებს ყველაფერს არის ცივილიზაცია სათანადო ძლიერი რომ ალაგმოს ეს ძალები რაღაცა დააშოშმინოს ეს ან რაღაცა გაანათლოს ეს ძალები ჩვენში რომ მათი მსხვერპლი არ გავხდეთ აი ეს ნაწარმოებიც ამაზეა წყდიადის გულშიც ამაზეა წყდიადის გული არის ექსპერიმენტი რომ აი როგორ მოწყდე იმ სიტუაციას სადაც შეიძლება პოლიციელი ქუჩაში იქ მენაგვე იქ შენი მეზობელი რაღაცას გეუნება იქ ვიღაცა არ ვიცი ახლა გადავიტანო თანამედროვეში Facebook-ზე ვიღაცა გამოგიზავნის ყოველს მიღებულ აზრსთან რაღაცა შეხედულებას ან რა ცივილიზაციის მონაცემები არის გაზეთს წაიგო ტელევიზორს შეხედავ მეგობარი დაგირეკავს და ეს ყველაფერი რომ მოიგლიჯო შენი თავი აქედან და რაღაც აღმოაჩინე შენ თავში სხვა სივრცეები რომ ეს კონტროლები რომ მოაცილო საკუთარ თავს და აღმოჩნდა ის ადგილი სადაც ეს მოხსნილია ყველაფერი და დაფიქრდები რა არის რა წარმართავს მე ჩემ გულის სიღრმეში მე სინამდვილეში ვინა ვარ როგორ ვიპოვო ჩემი ნამდვილი თავი ხო ეს ძიება საკუთარი დანიშნულების ის რაც როგორც განსაზღვრა მე ცივილიზაცია ის ვარ მე და თვითონ ცივილიზაცია რომელიც განსაზღვრა სიკეთეა ან რა სტატუსი აქვს საერთოდ ჩვენს ცივილიზაციას ეს სინათლეა თუ მალავს რა თუ მოკლედ პატარა ფირია გადაფარებული რაღაცა განუვლელ და შეუცნობელ სიბნელეზე და მოაცლებ თუ არა ამ ფირს აღმოჩნდები ზუსტად აი ამ სიბნელის წინაშე ამ ჯუნგლების წინაშე რომელიც რაღაც უნდა გითხრას თქოს გაუგებარი გაურკვეველი და შენ უცებ აღმოაჩინო შენი სულიც ასეთივე სიბნელე არის რა სიბნელეს დაინახე იქით იგივე სიბნელე აქაც და სად არის ეს აზრი გამოსატანი რა კავშირში ამ ყველაფერთან ცივილიზაცია საოცარი მომენტებია და ყველაფერი რაც არის აღწერილი მეტაფორებიც კი აი ამ თემას უკავშირდება მზე ჩადის არა და თავიდან მზე ყველაფერს კაშკაშად ანათებს და მე რო სიბნელისკენ მიდის ეს მზე ამ სხივებს კარგავს და იქცევა რაღაცა ბურთად რომელიც აღარ ანათებს და ის მე სიბნელე ჩაყლაპავს ამ მზეს ეს ლონდონში ხდება ხო ლონდონში არიან და რაც გემზე არიან სადაც უნდა ტემზა ჩანს რომელიც შედის სიღრმეში ინგლისის ყველაზე დიდი ქალაქია მსოფლიოში ამ დროს ლონდონი ყველა ცივილიზაციის ცენტრია ფაქტობრივად ხო ცივილიზაციის ყველაფერი აქ არის ლონდონში არა და უცებ ლონდონისშიც კი რაღაც ბნელდება და ლონდონიც სიბნელე მოიცავს ლონდონსაც და ითქოს ცივილიზაცია ჩაქრა და მე იხსენებენ რომ ვინ მოდიოდა პირველად აი ამ კუნძულზე ამ ალბიონზე ვინ მოდიოდა რომაელები და რა უნდა ყოფილიყო რომაელების საქმოსვლა მაშინდელი გემებით არც ისე ტექნოლოგიურად განვითარებული მაშინდელ ინგლისში რომელიც სავსე იყო ეს ველური ტომები და ადიოდი სადაც ტემზაზე სადაც მარტო ტემზის წყალი შეგესვათ მოგწყურდებოდა
იქ 1000 გაუგებრობა, იქ ჯუნგლები, იქ ეს ველურები, რომლებიც თავისუფლად შეიძლება მოეკლათ. რა რჯიდათ ამათ, რომ აქ მოდიოდნენ? რა იყო ის სულიერი რაღაცა მოქმედება, რაც მათ როგორ თქვა, გადაალახინებდა იმ შიშს, უბრალოდ შიშს, რომ წავიდა იმ შეუცნობელში. შეუცნობელში როგორ მიდიოდნენ? რატო გაბედეს ეს შეუცნობელში წასვლა? რა იყო ის სურვილები, რაც მათ ატარებდა? რა იყო ის ვნებები? და ფიქრობენ, აი რა შეიძლება ყოფილიყო ეს? შეიძლება ვიღაცა წამოვიდა აქ უბრალოდ, იმიტომ რომ ვალები დაიდო რომში სადღაც და აი ამისგან გასთავისუფლებლად გაბედა და წამოვიდა აქ შეუცნობელში. ვიღაცას უნდოდა რომ თანამდებობაზე წინ წასულიყო და რომ გაიგებდნენ რომ აი ინგლისში ჩავიდა და რაღაც იქ სიმდიდრე დააგროვა, ჩამოვიდოდა მე რავენაში და სენატორად დანიშნავდნენ შეიძლება. ვიღაცა რის გამო გაუგებარია. ოღონდ საშინელი გმირობა ხდებოდა რაღაცა სურვილის გამო. ხო შეუცნობელში შეტოპვა. აი წყვდიადის სიღრმეში. რაღაც პერიოდში ეს ცივილიზაცია წყვდიადის იგი წვედის გულზე, რა თქმა უნდა. რა ვიკითხა ეს ბიბლიოში და პარტიაში და უუშო. არა უშო. მე სხვა დროს ნახავ. წყვდიადის გული ან იყო ეს წყვდიადის გული რომაელების დროს და ეხლაც წყვდიადის გული არის. ეხლაც შეიძლება იფიქროთ წყვდიადის გული, იგივე სურვილები ეხლაც ხო მოქმედებენ. ეხლაც ადამიანი ხო იგივე ადამიანი არის. ეხლა შეიძლება იგივე მოხდეს. გავიდა ამდენი საუკუნე. რომაელების მერე გავიდა 2000 წელზე მეტი, მაგრამ რამე შეიცვალა ამ წყვდიაში. მზე ისევე იყლაპება წყვდიადისგან. იქნებ მზეს სიმბოლოა ამ ცივილიზაციის, რომელსაც თავი მოაქვს რომ ვანათებ რაღაცა. იქნებ არაფერს არ ანათებს. იქნებ ამ ცივილიზაციური ფორმების უკან და რომი მთავარი ცივილიზაცია იყო მაშინ. როგორც ახლა ინგლისია მთავარი ცივილიზაცია იმ მომენტში როცა წერს არა ინგლისი მსოფლიო იმპერია ინგლისი მიაჩნია რომ თვითონ შეაქვს სინათლე ყველა ამ კოლონიებში არიან ველურები ჩვენ შეგვაქვს ეს განათლების შუქი ცივილიზაციის შუქი ყველგან ჩვენი მოვალეობა ეს გავაკეთოთ როგორც რომაელები ფიქრობდნენ რომ ჩვენი მოვალეობა რომ გავანათლოთ ხალხი ius gentium ასე ვთქვათ ხალხთა კანონი შევიყვანოთ ყველგან შექმნეს რომაელებმა ხალხთა ანუ ყველა ხალხის კანონი საკაცობრიო კანონი, იურიდიული რაღაც დოკუმენტი, და ამიტომ ჩვენ მარტო ის კი არა ვართ, რომ ბანალურად ვძარცვავთ უბრალოდ რომაელები ვიღაც სამეფოებს. არა, ჩვენ კი ვძარცვავთ, კი ბატონო, ამ ძარცვის უკან დგას დიდი იდეა, რომ ჩვენ ცივილიზაცია შეგვაქვს ველურებში. აკაც ინგლისში იგივე ხდება, რომ კი ჩვენ შეგვაქვს ცივილიზაცია, მაგრამ რა დგას ამის უკან? მართლა ეს არის? ცივილიზაცია შეგვაქვს, მაგრამ თავარი არის ცივილიზაცია შეგვაქვს თუ ის რომ ძარცვავ. ის რომ გამდიდრება გინდა ის თუ იგივე სტიქები მოქმედებენ შენში რაც იმ რომაელებში რომლებიც აქ შემოდიოდნენ აი რაღაცა ესეთი ფიქრებია თავიდან და გემზე ერთი მარლოუა რომელიც არის მეზღვაური პროფესიონალი მეზღვაური მაგრამ სხვა მეზღვაურების განსხვავებით ამას თავისებური სული აქვს რაღაც თავგადასავლიანი მეზღვაურებიო არ არიანო ეს მაგალითად ისაც გემზე მუშაობსო გემის კაპიტნები არ არიანო თავგადასავლიანებიო ისე მათ უფრო უყართო სახში ჯდომაო როგორც აი ბუხართან იჯდები სახში და სუიგაღარ სახში ასე გემზე ყოფნა უყართო არ აინტერესებთ გასვლა პორტებში აღმოჩენა რაღაც ახალი გემი არის მათი სახლი მაგრამ ეს მერლო სხვანაირია მას აინტერესებს უნდა გემს გაცილდეს უნდა რაღაცა აღმოაჩინოს და მე იხსენებ ბავშვობაში რუკები როგორ აჯადოებდნენ და ეს ის პერიოდი როცა ბევრი რაღაც აღმოჩენილი არა დღეს რომ დახედავ რუკას ყველგან ყველაფერი აღმოჩენილია ადგილს ვერ იპოვი სადაც ადამიანის ფეხი არ დადგმულა მაშინ ერთ კიდე მე-19 საუკუნეა როცა ბევრი ადგილია რუკებზე ეს პატარა რო იყო მარლო მაშინ სადაც ადამიანის ფეხი არ დაედგა და თავისთავად ეს ფაქტი არის რაღაცა მომაჯადოებელი მის ბავშვისთვის რომ აქ პირველი მე ვიქნებ ვინც ამას ნახავს მართლა არის ამაში რაღაც არა დღეს ცოტა დავკარგეთ ეს მომენტი არა ყველა ადგილას ვიცით რომ ვიღაცა უკვე ნამყოფი იყო აღმოსაჩენი თითქოს არაფერი არ არის ერთი სპელეოლოგი ვიყვებოდა რომ აი სპელეოლოგი მითო გავხდიო რომ ჩემ პროფესიის ეშხიო არის იმაში რომ რაღაცას აღმოვაჩენ გამოქვაბულს რომელშიც არავინ არ ყოფილაო და სტალაგმიტები და სტალაქტიდები რო არის ამ გამოქვაბულში და ვიცი რომ პირველი მე ვარ ვინც ეს ნახე მილიონობით წლები ეს სტალაგმიტები ყალიბდებოდა არავინ არ იყო დამკვირვებელი და ეხლა მე პირველი ვარ ვინც ეს ნახე აი ეს ეშხი თვითონ ამ მომენტის ამან გამხადა სპელეოლოგია რაც ამდაგვარი წარმოდგენები აქვს ამ ბავშვს და ყველაზე მეტად ეს მერლო როცა ბავშვი იყო ფიქრობს რომ მერლო არც ქართულად როგორ მე ინგლისურად კითხულობ და
Merlo, რა ვიცი. ეს ბავშვი ხედავს რომ ყველაზე მეტად მომაჯადოა ერთმა მდინარემ კონგოში, სადაც მდინარე არის, ასე დაკლაკნული ასეთი და როგორც გველიო. და თითქოს მომაჯადოა როგორც აი გველი მონუსხავს ჩიცო, პატარა სულელ ჩიცს რომ მონუსხავსო, ისე მომნუსხა მდინარემ. და მე თქვიო რომ აი აქ უნდა წავიდე და ვნახო იქ შიგნით რა არის სიღრმეში, მდინარეს გავყვები. თითქოს ამ მდინარე უნდა ჩაყლაპოს ეს ჩიტი და გველში უნდა გავიდეს ეს ჩიტი რაღაცნაირად. მართლა ეგრეა, როცა მიდის მე ამ კონგოში ჩვენს წინ იხსნებოდა ეს ჯუნგლებიო, ამ მდინარეთ რომ სრა უყვება, ხო? ჩვენს იკეტებოდა ეს ჯუნგლებიო. თითქოს არ უნდოდა ჩვენი გაშვება მერეო. თითქოს მართლა გველის მუცელშია და გველმა ჩაყლაპა. ხაცა მოჯადოებულია ამ ადგილი და იცის რომ ეს გველის თავი არის, სადაც ერთვება ის ოკეანეს და იმ თავს უნდა აუყვეს და აღმოაჩინოს რაღაც გაიგოს. თითქოს ბედის წერა არის მისი რომ ამ კონგოს ამ მდინარეზე ავიდეს. ბედის წერა ყველა არ ვახსენე, როცა ბოლოს და ბოლოს დადგება ეს საშუალება მიეცემა რომ ეს გააკეთოს ბავშვების ოცნება აიხდინოს თუ ბავშვების მოჯადოება შეასრულოს მიდის ამ კამპანიაში რაღაცა დეიდამისი ჩაუწყობს რაღაც საქმეებს იქ აქვს რაღაცა კავშირები ამ დეიდამის თანამდებობისპირებთან და მართლაც მისცემენ ამ კაპიტანობის წოდებას რომ ამ დინარეზე ავიდეს ბარჟით და ეს სპილოზულის მრეწველობის ფირმა არის რომელსაც ის დაიქირავა კაპიტნად. თვითონ არაფერი ეს სიმდიდრე არ აინტერესებს. არც სპილოზული არაფერი. უბრალოდ ეს ბავშვობის რაღაც მოჯადოება მიყავს იქ. და სანამ წავა, მანამდე შედის რაღაცა ოფისში ამ ფირმის და ორი ქალი არის აქ. ორი ქალი რომელიც არ თავს რაღაცა ქსოვს. რაღაცებს ქსოვენ. და არც შეხედეს ჯერ ამას, თავის თავში გართულები არიან ქსოვენ. რას გაგონებთ ეს რომ ქალები ქსოვენ რაღაცას? ანტიკური მითოლოგიიდან. პენობის ნათი შეიძლება, მაგრამ არიადეც კაია, მაგრამ აქ არის მოირები, რომელიც რთავენ ბედისწერის ქალღმერთები. ხო, სამი მოირა, მაგრამ აქ ორი ქალი არის. და თან ეს ხდება, რომ ეს ქალები რაც მოირა არის, მოირებს სამი მოირა არის, რომელიც ბედისწერის ქალღმერთები არიან, რთავენ ბედისწერას. თუ გაუწყდებათ, ადამიანი მოკვდება, რა და ესენი რთავენ ამას, ერთ-ერთი ადგება, მეორე საერთოდ მეორე არ და წარუძღვება რაღაც. ეს ხდება, რომ ეს ქალები რაღაც მისტიური ქალები არიან. თვითონ ესე აღიქვავს მათ, რომ ის მიყურებს რაღაცა ინდიფერენტული სიბრძნით. ბევრი წასულა იქ კონგოში. ბევრი უნახავთ ჩემნაირი. რაღაცა და იციან, რომ ეგეთი ხალხი აქ მოდის და მე ბევრი აღარ ზბრუნდება უკან. რაღაცა ხდება მათ თავზე და ერთ-ერთი ადმინისტრატორი რომელიც ეკითხება, რატომ მიდიხარ როგორ? შეიძლება შენი თავი შევამოწმო? და თავს უმოწმებს. ხა აი ამ რატომ უმოწმებს თავს, რომ ოჯახშიო, მემკვიდრეობაშიო, იმნა გიჟი არ ყოლიათო? სად მიდიხარ, რატომ მიდიხარ? ანუ ესე იგი, ბოლო-ბოლო თავის ზომაზე კი არა თავის ზომაზე კი არა საქმეო. შიგნით რა ხდებაო? იქ რაღაცები ემართებათ ადამიანებსო. იქ სადაც მიდიან. მიდის ეს კონგოში, ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. ძალიან ხანგრძლივი აღწერებია ბუნების, ამ ჯუნგლების და ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღწერა, იმიტომ რომ ფაქტიურად რას აკეთებს ჯოზეფ კონრადი, რომ შენ თანა განიცადო მასთან ერთად, ამიტომ აკეთებს ამ აღწერებს. მნიშვნელოვანია ეს აღწერები გაიარო, უნდა ჩაიკითხო, რაც გაყვე ამას და რაც მიიღო ამაში მონაწილეობა. ისევე დაფიქრდა ღრმად, როგორც თვითონ ჯოზეფ კონრადი ფიქრდება. მიდის ამ ადგილას და ხედავს აქ არის ვინ მოდიან აქ, ევროპიდან მოდიან, მთელი ევროპიდან მოდიან ტიპები, როგორც მაშინ რომაელები მიდიოდნენ რაღაც ამბიციების გამო. ფული უნდათ, ვიღაცას დაწინაურება უნდა, ვიღაცას თანამდებობა უნდა იქ რო ჩავა აქედან მე ევროპაში სადაც უფრო დიდ სტატუსს მიიღებს. სულ ესეთი ხალხი არის. რაც დემონები ატარებენ, დემონები სიხარბის, დემონები სურვილის დემონები ძალადობის და ხედავს ეს შავკანიანი ადამიანებს არც უყურებენ როგორც ადამიანებს ფაქტობრივად დაბმულები ყავთ რაღაცა ამუშავებენ საშინლად ცემენ უწყალოდ და ერთ ადგილას შევა სადაც ეს საწყალი ეს შავკანიანები ფაქტობრივად კვდებიან იმ ტყეში და თქოს აი დანტეს ინფერნოში მოხდიო და ხედავ ეს ხალხი უბრალოდ ყრია აქ ძალადობის ხერბლები და ხის ზირში რაღაც უნდა დალიონ სული ერთი ასეთი ზანგი ნახა ძალადობის ხერბლი, რომელსაც თეთრი საყელო გაუკეთებია აქ და ევროპული რა თეთრი საყელო და ფიქრობს აი რატო გაიკეთა ამან თეთრი საყელო, რაც გულისხმობდა. შეიძლება ეს შავკანიანი გულისხმობდა, რომ რაღაცა არის სინათლე, ცივილიზაცია და
მარტო ეს საშინელება არ არის სამყაროში, ესე იგი ეს საყელო არის ნიშანი ამ ცივილიზაციის. არ ვიცი, შეიძლება ჩვენი ჯავახიშვილის თეთრი საყელოც რაღაცა არ ვიცი ამი კავშირში ამასთან. აშკარად არის კავშირში იგივე იდეა, მაგრამ აქ ერთმანეთთან რა კავშირში არ ვიცი ეს ორი ნაწარმოები იცოდა თუ არა ეს არ ვიცი. ხო და ჯავახიში მოყოლში. ანუ აქ არის ეს მომენტი, რომ გაუგებარი რაღაცები ფიქრობს ეს. კაი, ესენი არ არიან ცივილიზებულები, მაგრამ ჩვენ ცივილიზებულები რას უშვებით ამათ? ცივილიზაციის ქვეშ ამაზე ასე ძალადობთ. იმათ ადამიანებად არ თვლით. ხო ეს საკითხი დგება რა. ცივილიზაციას უწოდებ თავს, მაგრამ ამათ რატო ეკცევი ასე? აი, აგერ ეს ადამიანი თეთრი საყელოთია და იქნება ის ფიქრობს ამ ცივილიზაციაზე სხვანაირად, თუ თვითონაც ეკუთვნის ამ ცივილიზაციას, თვითონაც უნდა რომ რაც სინათლეში იყოს. და აქ არის ეს მომენტი, რომ უცებ იგებს სახელს კურცი, რომ იქ იმ ბანაკში, იმ სპილოზულის მოპოვების ბანაკში რომ ავა, იქ არის ვიღაც კურცი, რომელიც განსაკუთრებული ადამიანია, ყველასგან განსხვავებული. და თვითონაც ინტრიგდება და შენ მკითხველიც ინტრიგდები თანდათანობით ჯერ ერთისგან გაიგებს კურსზე, მერე მეორესგან და თანდათანობით აი ეს გველი რომელმაც მონუსხა ეს ჩიტი აღმოჩნდება რომ აი ეს კურსი უნდა იყოს მისთვის. რაც ბედისწერა უნდა შეხვდეს ამ კურსს. და მთელი ეს გზა არის რომ ემზადება ამ შეხვედრისთვის და ამ გზაში რაღაცები ხდება. და კურსი არის ეს ამ კამპანიის დაქირავული ტიპია, რომელიც ყველაზე ეფექტური მუშაკია ამ კამპანიის. ყველაზე მეტ სპილოზოას აგზავნის იქიდან. და რაღაც თავისი მეთოდი აქვს რაღაცა და ამიტომაც ყველანი ფიქრობენ რომ კურსს განსაკუთრებული მომავალი ექნება. ის სხვებს არ გავს. და მან რაც ახალი იდეა შეიტანა აი ამ რეწვაში ამ სპილოზულის. სპილოზუალი ყველგან სპილოზუალი არის ამ კონგოში. ყველგან როგორ თქვა არომატი სპილოზულის დგას ყველგან სული არომატი, იმიტომ ესა სიხარბე რა, ყველას უნდა სპილოზუალი. იქ ჩამოდის მაგალითად ვითომ რაც მისიონერული ტიპები რაღაცა ორგანიზაციები ჩამოდიან, ვითომ რაღაცა ამაღლებული და იდეალები ატარებენ, მაგრამ სინამდვილეში ყველას სიხარბე ატარებს. იქ მოდიან ტიპები, რომლებიც ტოვებენ ყველაფერს, რომ თავისი მატერიალური გომერო გამოისწორონ. ან ფული გააკეთონ. არის ერთი მსუქანი კაცი არის. ხო, რა თქმა უნდა, აქ ჩამოდიან რომ ფული გააკეთონ. იქ სპილოზუალი არის კონგოში. და ჩამოდიან, მაგრამ სხვადასხვა ზოგი ჩამოდის, რომ ვითომ რაღაც პროგრესის იდეებით და სინამდვილეში ბანალური სიხარბე ატარებს. ვიღაცა თავს წირავს. აი, ერთი ასთმატიკია, როგორც ჩანს და გული მისდის ხოლმე, როცა რაღაცა სიცხეში დადის და ბოლო მოკვდება, მაგრამ რო ეკითხება, რატო ჩამოხვედი აქაოდ? ფული უნდა გავაკეთო, ფულს რო აკეთებს და თან ასეთი ასფალტიკია და ის რომ შეიძლება დაიღუპოს, ამაზეც მიდის ამ დაღუპვაზეც, რომ ოღონდ ეს ფული გააკეთოს. რაღაცა ვნება არის, ამ ვნება ახლავს აი ამ ადგილს, სადაც ჩადიან და ეს მსხვერპლი ხდებიან ამის. ერთადერთი ეს კაცი თუ თავარი გმირი ეს მარლო არ ჩავიდა აქ სიხარბის გამო, მაგრამ თვითონაც გზნობს რომ რაღაცა ელის, რაღაცა დიდი და სახიფათო ელის, რაც განუსაზღვრელი, რაც დიდი სახიფათო ბნელი. და სულ აი სიბნელეში ამოს რომ მე მივდივარ ამ ჯუნგლებში, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს რომ ჰორიზონტზე კი არ მივდივარ სადღაც. არამედ მივდივარ თქოს დედამიწის სიღრმეში. დედამიწის ცენტრში უნდა შევიდე. რაღაცა ძალიან ბნელ და სახიფათო საიდუმლოს უნდა შევეჩეხო. და კურსი მისთვის არის აი ესეთი უცნაური ტიპი, რომელიც რაც მისნაერი არის, რაც ნათესაობა იპოვა ამ კურსთან. რატო იპოვა ეს ნათესაობა? იმიტომ რომ აღმოჩნდა ეს კურსი თურმე შეასრულა თავისი მისია, უკვე უნდა დაბრუნებულიყო, ელოდა აქ პოპულარობა, წარმატება პოლიტიკური, მას თავის ფირმაში დააწინაურებდნენ ჯერ, მე შეიძლება საერთოდ პოლიტიკაში დაწინაურებულიყო, ძალიან დიდი მომავალი ჰქონდა და ის აგრეთვე დაბრუნებულიყო და მოდიოდა უკვე პატარა ნავზე გადაჯდა და უკან დაბრუნდა იმ ადგილას, სადაც მანამდე იყო, სადაც საიდან სპილოზუას აბრუნებდა თუ კი არა, რა ქვია, უგზავნიდა ამათ, ხო? ანუ რატო დაბრუნდა?
ყველაფერი კარგი ელოდა აქ, მაგრამ მაინც იქ დაბრუნდა, რა იტაცებდა. ნუ თუ ისეთი ფანატიკოსი იყო თავისი საქმის, როგორც დავუშვათ თვითონ არის ამ საქმისაა ფანატიკოსი, იმიტომ რომ თვითონაც უყვარს საქმიანობა მიყვარსო. საქმიანობაში ჩემ თავს პოულობ ეს თავის თავს ეუნება მარლოვ. იქნებ ეგეთია რომ თავის საქმიანობა იმდანაც უყვარდა რომ სხვა არაფერი არ უნდოდა და იმ საქმიანობაში დაბრუნდა. Sherlock Holmes როგორც აქვს, ხო, Sherlock Holmes არც ფული უნდა, არც დიდება, უბრალოდ საქმე იტაცებს. ეგეთი ხო არ არისო, რა საინტერესოა, რატო დაბრუნდა, ხო? უარი თქვა დიდებაზე და სტატუსზე რაღაც ფულზე, ხო? სადაც შენც ასე ინტრიგდები ამ კაცით, ხო, რატო დაბრუნდა, რა არის ეს, ვინ არის კურსი? და ავდივართ მათთან ერთად ამ დინარის ამ დაკლაკნულ დინარზე. თქოს აი გველი რომელიც არ გაშხლა ჯერ. ყავთ ვიღაც 20 კანიბალი ამ გემზე. მენიჩბეებად თუ რაც მუშებად. და ფიქრობს ამ 20 კანიბალზე რომ ამათ ამ პილიგრიმებს სახის ურწმუნო პილიგრიმები, ღმერთის ურწმუნო პილიგრიმები. სიხარბის პილიგრიმები არიან სინოლში. ამ ევროპელმა პილიგრიმებმა გადაუყარეს ჰიპოპოტამის ხორცი. ჰიპოპოტამის ხორცი იყო ერთადერთი რაც ამ კანიბალებს ჰქონდა ერთმანეთს ხوار შეჭამდნენ. მაგრამ ჰიპოპოტამის ხორცი ჰქონდა წაღებული, საშინელი სუნი ჰქონდა ჰიპოპოტამის ხორცი. ამიტომ პილიგრიმებმა გადაუყარეს ზღვაში. და არ შეხედეს იმას, რომ ესენი მშივრები დატოვეს. და აძლევდნენ გასამჯელოდ რაც სპილენძის რაც მავთულებს, რომელიც ფულის როლი ჰქონდა და უნდა გაეჩერებინათ ხოლმე სადაც ადგურებს და ამ სპილენძის მავთულებით რაღაც საჭმელი ეყიდათ. მაგრამ ხან ეს იქ საჭმელი არ იყო, ხან არ უჩერებდნენ. და ერთ-ერთ სპილენძის ამ მავთულებს გამოიყენებდნენ და თვითონ ჩაყლაპავდნენ და რაღაც თევზს თუ დაიჭერდნენ იმითი ამ სპილენძის მავთულით, თორე არაფერში არ ჭირდებოდა ეს ფულის ეს ანალოგი. და ამიტომ ეს ხედავს ეს მარლოვ რომ ესენი ძალიან შეათ ახლა ამათ. და მე განვიცდიაო შიმშილი რა არისო, სხვა ადგილასო და შიმშილი ისეთ რაღაცა არისო, რომ ყველაფერი გავიწყდებაო, ზიზღიც გავიწყდება, ნებისმიერ რამე შეჭამო. ყველანაირი პრინციპი გავიწყდებაო, პრინციპი ორთქლდებაო, როცა გშიაო, არანაირი პრინციპი აღარ გაკო მე შიმშილის დროს. აი, ჰიენა რო შეუშვაო, მშიერი ჰიენაო. ბრძოლის ველზეო, სადაც გვამები ყრიაო და იმან არ შეჭამოსო, ეგეთი რაღაცა გემართება შიმშილის დროს, აუცილებლად შეჭამო. და უცებ გამიჩნდა ეს განცდაო, რომ ეს კანიბალები რატო არ გჭამენ ჩვენ? სრული შანსი აქვს შეგჭამონ. აი რატო არ გჭამენ? ყველანაირი კუნთმაგრები არიან, ძლიერები არიან. კი, ჩვენ იარაღი გვაქვს, მაგრამ ხო ვიძინებთ ხოლმე. თავისუფლად შეუვლიათ გამოვიყენონ ჩვენი ძილი და შეგჭამონ. ყოველ შემთხვევაში ეცდებიან მაინც. მაგრამ არა თავშეკავება აქვს. საიდან აქვს თავშეკავება? ჩვენ საჭმელი გვაქვს, ამათ არ ვაძლევთ ჩვენ საჭმელს. ამათ რაღაც კონსერვები აქვს რაღაცები. ჩვენ საჭმელი გვაქვს, ამათ არ ვაძლევთ ამ საჭმელს. მაგრამ ამათ ხო არ აქვს არაფერი და რაღაცა გაუგება რაღაცები ჭამენ, იმითი ვერ იკლავენ შიმშილს. და რატო არ გჭამენ? რა აჩერებთ? საიდუმლოა. რა ტაბუ აქვს ასეთი? ჩვენ ხო შევჭამდით ერთმანეთს, აი ჩვენ ცივილიზებული ხალხი ვართ, ხო? მაგრამ უცებ ესენი აღმოჩნდნენ უფრო ჩვენზე ძლიერები. ჩვენზე ძლიერი შემაკავებელი აქვთ რაღაცა თავის თავში. და უცებ აღმოჩნდა გაუგებრობის წინაშე. როგორ შეიძლება ეს არაცივილიზებულ ხალხს რაღაცა ქონდეთ უფრო ძლიერი ვიდრე ჩვენ? რა არის ეს რიდი? რა არის ეს გრძალვა, კდემა, რომელიც შენარჩუნებული აქვს ამა და ჩვენ არა გვაქვს შენარჩუნებული ეს კდემა, რაც ამათ აქვს შენარჩუნებული. რა ტაბუ აქვს ასეთი, რომ შიმშილისსაც აძლებინებს. აი რაღაც მისტერია, გაუგებრობა ამის. მე არის მომენტი, რომ მიდიან გზაში, მიცურავენ ამ დინარის მაღლა. უცებ აღმოჩნს, რომ რაღაც რიტუალები დოლს ურტყავენ რაღაცა ტომები მათ სადაც იქიდან ისმის დოლის ხმა არის ეს დოლის ხმა რა არის ბრძოლისკენ მოწოდება თუ რაღაცა რიტუალს არსრულებენ რაღაც თავის ღმერთების ან რაღაცას გამოხატავენ და ფიქრობს ასტრამეს რომ მე არ შემაშინებდაო საერთოდ არ შევშინდებოდიო რომ ვიცოდეო რომ ეს სხვა რაღაცა არისო ჩვენ ვართ სხვები ისინი არიან სხვები აი უცხო პლანეტელები რო იყვნენ მაგალითად ეს არ შემაშინებდაო მაგრამ მე მაშინებს ის რომ გზნობ რაღაც ნათესაობა აი იმ ხმებს რასაც იმ რიტუალს შორის რასაც ისინი აკეთებენ და ჩემს შორის მეც აკეთებ ვიყავი ოდესღაც რაღაცა ჩემში არის იმათი და შეიძლება მე მიზიდავს კიდეც რაც ისინი აკეთებენ ახლა იმიტომ რომ ჩემში თავისუფლდება ის პირველყოფილი რაღაცა რაც მათ თავისუფლად აქვს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მე კი ცივილიზაციის ფორმები ზღუდავენ არა და მინდა მათ შეუერთდე ერთ ადგილას არის რატო არ მიიღებ იმ რიტუალში მონაწილეობა თქვენ გონიათ ჩემს ზღდაო არა კი არ შემზღდაო მეჩქარებოდაო უბრალოდ
და ის საქმე მქონდაო, თორე მეც მაინტერესებდაო რა იყო იქ. აი რა იყო ის პირველ ყოფილი რასაც ისინი თავისუფლად მისდევენ. ყოველგვარი ცივილიზაციის რიდის გარეშე. იქნება ხო, გამკურნა მისგან ცივილიზაცია, გადაეფარა იმას. თუ ეს ცივილიზაცია როგორ თქვა, ტყვილი არის რაღაცა, ფირი არის, რომელიც იქითაც აი მათ უფრო ნამდვილი რაღაცა აქვს, იმათ უფრო ავთენტური ადამიანობა აქვს რაღაცა, რაც არ ნიშნავს, რომ ადამიანობა იმ გაგებით არ რომ სიკეთე ან რაც ჰუმანიზმი არა, რაღაც ადამიანობა რომ თავის უხეშ პირველ ყოფილ მოუთოკავ ცივილიზაციისგან მოუთოკავი ფორმით. და მაინტერესებს რა არის ეს. რას იგებს ამ კურსზე, რომ კურსი არის ახალი მოდგმის ტიპი და შენც მაგისნაირი ხარ, ეს დეიდამისი ამაზეც გაავრცელებს. ხმებს რომ აი ესეთი რაღაც რეკომენდაცია შეუქმნის და კურსისნაირი ტიპი ხარო, თქვენ ახალი მოდგმა ხართო და კურსი ეგეთი ტიპია, რომ ის ამბობს, რომ მარტო ის კი არა საჭირო მრეწველობა მიუყვეთო და ეს გამდიდრდე და ფირმის რაღაც საქმეები ვაკეთოთო. ჩვენო უნდა გავანათლოთ ის ადამიანები. ისინი ხო არიანო არაცივილიზებულები და ჩვენ ცივილიზაციის ნათელი უნდა მიუტანოთ მას. ანუ ჩვენ მორალური ვალდებულებაც გვაქვს. კი ბატონო, გავრეწოთ, კი ბატონო, წამოვიღოთ ეს სპილოზვალი. მეთოდები როგორია? აქვს რომ მეთოდები უნდა მისცე ამ ხალხს რაღაცა ჭყიალა საგნები, რაღაცები იაფასიანი, ჭყიალა რაღაცა შუშები, რაღაცები და ისინი მოგცემს სპილოზვალს. ანუ ეს სიბნელე ამ ჯუნგლების მოგცემს სიმდიდრეს. ანუ ჩვენ უნდა ჩაუყარო მას ეს რაღაცა იაფასიანი რაღაცები, შუშები რაღაცები. ხო. ეს ამას ეგრე არ არის, ეს არა. ჩვენ უნდა განვანათლოთ ეს ადამიანები, ჩვენ უნდა შევიტანოთ ცივილიზაციის შუქი, ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ისინი, გავხადოთ ცივილურები, გავაჰუმანუროთ, პროგრესის ნათელი შევიტანოთ მათში. და ამას ჩვენ მოახერხებთ, იმიტომ რომ ტრაქტატი აქვს დაწერილი 17 გვერდიანი პატარა ეს წვრილი ხელით. რომ ჩვენ იმდენად დავშორდით ამ ადამიანებს, რომ მათთვის ჩვენ არა ვართ უბრალოდ ადამიანები, მათ ჩვენ ვართ რაღაც ღვთიური არსებები. ამიტომ ახლა ჩვენ მათთვის ვართ ღვთიური არსებები, მოდი გამოვიყენოთ ეს და ჩაუდოთ თავში ცივილიზაციის მიღწევები. გავხადოთ ისინი ცივილურები და პროგრესი, კაცობრიობის პროგრესი ამით იქნება გარანტირებული. ჩვენ ვართ მისიონერები, ჩვენ მარტო ის კი არა რომ რეწავდავთ, დიდრდებით, არა, ჩვენ შეგვაქვს მათთან ნათელი. აი ეს უნდა იყოს ახალი ჩვენი მიდგომა. მისიონერობა. ამას ეუბნება დეიდამისის, რომ შენ რო იქ ჩახვალო, შენ იქ სინათლე უნდა ჩაუტანო, ამ არლოს ეუბნება დეიდამისი იქ. მე მაგის არ ჩავდივარ და იქ ეს მე კი არ მინდა ფულიო, მაგრამ მე ვინც დამიქირავაო, იმათ არანაირი სინათლის ჩატანა იქ არ უნდათო, ის არის უბრალოდ კომერციული ფირმა არისო. კაცო, კომერციაც იყოსო, მშრომელიო, ღირსია თავისი საზღაურისო. ბიბლიაში ეს ნახსენები, რომ მოციქულებს რომ ჩადიხართო და ქადაგებთო, თუ აქ რამეს არ არის პრობლემა, რომ გაჭამონ იქ რაღაცა სახსარი მოგცენ და დაგაძინონ, იმიტომ რომ შენ საქმეს უკეთებ სულიერ სტესავ და ის ხორციელს თუ გაძლევს, ამაში ცუდი არაფერი არა, პავლე ამბობს. პავლე მეცაც ამბობს, რომ მე ეგეც არ გავაკეთეო და არაფერი ჩემი ხშრომით ცხოვრობდიო და კარობს კერავდა და იმით იაკეთებდა ფულს და იმას არ დაგაწექით, მიუხედავად იმისა, ამის უფლება მქონდა, როგორც ყველა მოციქულს აქვს ამის უფლება. ეს დეიდამის წევრია, რომ შენ რო იქ ჩაქვალ, კი ფულსაც აკეთებს კამპანია, მაგრამ აქ ირონია არის, რა ირონია არის აქ დიდი, რომ რა ჰუმანიზმია ლაპარაკი, როცა ამ ადამიანად არ უყურებენ შავკანიანებს. კურსმა ეს ტრაქტატი კი დაწერა. რომ თითოეული სადგური ამ კონგოს მდინარის თავზე უნდა იყოს პროგრესის შუქურა, ჩირაღდანი და უკეთესისგან უკეთესენ განვითარების რაღაცა ადგილი. მაგრამ ერთ ადგილას მე ბოლოში ამ ტრაქტატის არა იმ დროს როცა ის დაწერა, სხვა დროს წითელი დიდი ასოებით მიაწერა დახოცეთ ეს ყველანი. ნაყოფილ რატო დაწერა ეს დახოცეთ ეს ყველანი? მიხვდა რომ სიყალბეა ეს ყველაფერი, რა ცივილიზაცია ის ცივილიზაცია. ასე ვერ ჩაუდებ ამ ცივილიზაციის ამ ხალხს ეგრევე. სხვა სამყაროა. ასე ღმერთად გიყურებს თუ არ გიყურებს, არა მოწოდებული ამისთვის, რომ შენი ეს ინდოქტრინაცია მიიღოს და გაცივილურდეს. არ იღებს ამას. აღმოჩნდა უფრო ძნელია, უფრო სხვა ვითარება არის. და დახოცეთ ეს ყველანი. ადისამ შევდივართ ამ საიდუმლოში უფრო და უფრო ღრმად და ბოლო ხედავენ რომ მიუახლოვდნენ იმ ადგილს, სადაც კურსია და არიციან კურსი ცოცხალი დახვდებათ, არ დახვდებათ ცოცხალი და ჩამოწება ნისლი.
საშინელი ნისლია რაღაცა და გემს მოიცავს ნისლი, უცებ გრძნობენ რომ ხმები ისმის ნაპირიდან და ეშინიათ არ დაგხოცონ, იმიტომ რომ გამოჩნდებიან ეს ხედავ რომ რაღაც ტომები არის იქ კურსან დაახლოებით ადგილებში ტომები არის და გაიკრიფება ეს ნისლი უცებ მოდის ეს ისრები და ეს ისრები მოდის რაღაცა ჯოხებივით არის, მაინც სახიფათო არ არის. ხედავენ რომ და გმინვა ისმის, სანამ ეს ისრებს ესროდენ, მანამდე გაისმება რაღაც გმინვა. ის კი არა ყიჟინა რაღაცა მრისხანე რომ ამა დავხოცავ და რაღაც გმინვა ამ ხალხის. სასოწარკვეთილი გმინვა. თითქოს უკანასკნელი იმედი ეცლებოდა მთელ სამყაროსო, ისეთი გმინვა ამოუშვესო. ამიტომ მათი მიზანი არ იყო რაღაცნაირად ამათი მოკლა. არც რაღაც ბრძოლის ჟინი ჰქონდათ, რაღაცა შეჩერება უნდათ უბრალოდ. ერთს მაინც მოკლავენ, ერთ ზანგ კაცს, რომელსაც ასწავლეს ქვაბში შეყრამ, შეშის და გემისთვის, არა, გემის ძრავისთვის. შუბი მოხდება და საინტერესოა, ბოლომზე რა ისე მესროლა ამ კაცს რო კვდებოდაო, ისეთი ღრმა და ისეთი თანამგრძნობის თვალებით შემომხედაო, რომ ეხლაც კი თან იმყვებაო ეს მზერაო. ასე ამით რა უნდა თქვას ავტორს, რომ ის ველურია კი ბატონო, მაგრამ იმ ველურს იმ ხელა სიღრმეა ყოფიერების, თითოეული ადამიანის ყოფიერება, გინდა ველური იყოს, გინდა ცივილური, რაღაცას ატარებს ძალიან ღრმას და ძალიან დიდს, არ აქვს მნიშვნელობა ველურია თუ ცივილური. წონა მისი არ არის ნაკლები ვიდრე იმ პილიგრიმის, რომელიც მიდის იქ და ფულის გასკელად ჩავიდა. არ არის ჩატერა ხან თავისი სიღრმე აქვს. იქამდე რომ გაყოლილი აქვს მისი მზერა, როგორც რაღაცა ფასეულობა ატარებს თავის თავში ამ ფასეულობას. ჩადიან აქ და უცებ გამოჩნდება ვიღაცა რუსი ახალგაზრდა კაცი, არლეკინს გავს აქ რაღაცა ისენი აქვს სტანსაცმელი აცვია დახეული და ნახევებში აქ ფერადი ნაკერები რაღაცა არლეკინს გავს სასაცილო კაცი არის, ასეთი გვალი ქუდი აქვს. აღმოჩნდება რუსი კაცია, ახალგაზრდა 25 წლის კაცია, რომელიც გამოექცა მამამის იყო ეპისკოპოსი ტამბოვიდან მგონი და რაღაცა ეს საინტერესოა გამოექცა მამამის, ხო, აი ღვთის ხელიდან წავიდაო, ეპისკოპოსის ხელიდან წავიდა, ღვთის ხელიდან წავიდა, თავისი ძიებები დაიწყო. და თან არის აბსოლუტური ენთუზიასტი, ეს რუსი კაცი გავს ამ მარლოუს ენთუზიასტი, არაფერი არ ფული არ აინტერესებს, დიდება არ აინტერესებს, აინტერესებს რაღაც გაიგოს. და ეს ტიპიც ეგეთია, რომ რაღაც აღმოჩენა უნდა, გაგება უნდა. სრულ შიშველ ენთუზიაზმში მიდის ყველგან. მისი პური არის უბრალოდ რაღაც ახალი დაინახოს, შევა ჯუნგლებში, ყველაზე გაულელ ადგილებში. ოღონდ რაღაც აღმოაჩინოს. და ესეთი ტიპი უცებ აღმოაჩენს თურმე აღმოუჩენია კურცი. და კურცი მისთვის გახდება ყველაფერი. თითქოს რაღაცა ღვთის ხელიდან წავიდა, თავისი პირადი არა აქვს რაღაც პირადი სიღრმე, არ განუვითარებია და იპოვა კურცი, რომელშიც დაინახა სიღრმე. რომელიც მოიცვა მთელი მისი არსება და რაღაცა თავისი თავი დაკარგა და ამ კურცს შეუერთდა. და კურცსაც იგივე დამართნია თურმე. კურცი უყურებდაო დიდხანს აი ამ ჯუნგლების სიცარიელესო და მე თვითონაც რაღაც სიცარიელი დაახვედრაო და რაღაც სიცარიელის გარდა ვერაფერი ვერ დაახვედრაო. ამ სიცარიელებს ჩაყლაპაო და თავის ბნელ მისტერიებს აზიარავ. რაც ამდენგვარი რაღაცა ხდება და ესეც რაღაც თავისი პირადი ღერძი რო არ აქვს, რაღაც პირადი ნაპოვნი არ აქვს, უცებ ჩაყლაპავს თითქოს მას ეს უფრო ძლიერი პიროვნება კურცი და მიაჩნია რომ დაინახა ის ვინც ყველაფერი არის. დაინახა ის საბოლოო რაღაცა ღმერთი ფაქტურად, ასე კვაზი ღმერთი, ვითომ ერზაც ღმერთი. მთელი ღამე მელაპარაკაო, სიყვარულზე მელაპარაკაო, რა სიყვარულზე მელაპარაკაო? აი, არა, შენ მგონია ესეთ რაღაც ესეთ კონკრეტულ სიყვარულზე, არა, სიყვარულზე ზოგადად და ის ერთი ღამის ლაპარაკი ჩემთვის ყველაფერი გახტაო. ანუ მივხვდიო რომ ესა მისი ხმა და მისი ეს იდეები მომიცოა მანო. რას გეუბნება ამითი ეს ავტორი რომ რაღაცა შენი პირადი უნდა დაახვედრო. შენი პირადი სიღრმე უნდა შეიქმნა. თუ არა და რაღაცა შეიძლება ეგეთმა იდეოლოგიამ, რაღაც იდეებმა, ეგეთმა ძლიერმა ტიპმა გაგიტაცოს, ქარიზმატულმა ვიმე ლიდერმა გაგიტაცოს, თუ შენი სიღრმე არა გაქვს და უცებ იმ ქარიზმატული პიროვნების იდეები თუ რა ვიცი, მიდგომები და თვითონ ის ქარიზმატული პიროვნება ხდება შენი ღირსება, შენი ყველაფერი. და ესაა სახიფათო. საკუთარი თავის დაკარგვა არის. თვითონ ქარიზმატული ამ შემთხვევაში ამ
კურცაც დაკარგული აქვს თავისი თავი. კურცი კარგავს თავის თავს, იმიტომ რომ თავისი სიღრმე არ დაახვედრა იმ სიბნელეს, რაშიც აღმოჩნდა. რას ვიგებთ მე ამ კურსზე? თუ რა გავუკეთები, ახალი მეთოდი შეუმუშავებია. ეს უყურებს ეს კურსის სახლის წინ არის რაღაცა სარებზე დარჭობილი რაღაც ბურთები. გქონია ხის ბურთები არის. მაგრამ შეხედავს მე ბინოკლში აღმოჩნდება თავებია ჩამოცმული. ანუ კურსი რატო აგზავნიდა ამდენ სპილოს ძვალს? თუმცა ახალი მეთოდი შეუმუშავებია. ხო აღარ ქონდა ეს ჭრიალ წყალა საგნები რომ ეშოა. ეს მეთოდი იყო ამ კამპანიის. კურსს მოუგონია ახალი წესი რომ იქ ახალი მეთოდი. გამოუცხადებია თავისი თავი რაღაცა ამ ხალხის ღმერთად, ტომებთან მივიდა როგორც ბელადი, რაღაც ღმერთი, რაღაც რიტუალებს, როგორც ღმერთი, უფრო მეტად ბელადზე მეტად ღმერთი, იმიტომ რომ რიტუალებს ატარებენ მისთვის. ის არის, როგორ თქვა, რიტუალს ისე არ მონაწილეობს რიტუალში, როგორც ერთ-ერთი ბელადი. რიტუალი ხდება მისთვის. ანუ გაუღმერთდა ამ ტომებს და ამ ტომებს ვისაც გაუღმერთდა, იმითი თავს ესხმის სხვა ტომებს და იმათ გლეჯს მერე ამ სპილოზვალს და აგზავნის მერე სპილოზვალს. ანუ ხო, კერპი ღმერთი, ხო, კერპი ღმერთი არის. ფსევდო ერზაც ღმერთია კერპი, კვაზი ღმერთი არის კერპი, ხო? ანუ გადადგა ეს ნაბიჯი. ერთის მხრივ თვითონ გადადგა ეს ნაბიჯი კამპანიისთვის. ბევრი სპილოზვალი გაუგზავნოს და თვითონ ხო ეს კამპანიისთვის გადადგა ეს ნაბიჯი და გამდიდრა ეს კამპანია ეს კონცერნი თუ რა ქვია მას. კი ბატონო. მაგრამ მაშინ დაბრუნდი და ხო გადაგიხდით ამას თანამდებობას მოგცემთ. არა, მაინც ბრუნდება უკან, იქ გაუტკბა ეს, მოეწონა ეს. ხო, ღმერთობა მოეწონა. და ღმერთობა თუ მოგეწონა, შენი თავი დაკარგული აქვს, შენ თავი აღარ ახარ. შენ რაღაცას სტიქიას წამოეგე. ანუ გაგიტაცა იმ სიბნელემ. რაზე ჩურჩულებოდა ეს სიბნელე, ეს ჯუნგლების სიბნელე, რასე ჩურჩულებოდა მას, რასე უნეოდა. რაღაცა ეს დემონური სტიქიები რასე მოусმინა ამ ჩურჩულს, მოეწონა ეს ჩურჩული, მიიღო თავის გულში და ეს მოეწონა რომ კერპი არის იმ ხალხის. მაგრამ თავისთავად ხო დაკარგა ამითი. აი ეს რაღაცა გაფრთხილება არის რომ არ ნებისმიერი კერპი ეგრე არის, გაკარგინებს საკუთარ თავს. მოგთხოვს თელ შენ სისხლს, თელ შენ ენერგიებს. ბიბლიაში ეგ არ წერია, იესო რას ეუნეო? ყველაზე ახლო მოწაფეებს ეუნეო, ყველაზე ახლოს. მე 12-ს. სიბნელე, სინათლე რომ თქვენში არ იყოს სიბნელე. და იოანე თავის წერილში ეუბნება, ბავშვებო, ამ ქრისტიანებო, ბავშვებო, ერიდეთ კერპებს. ანუ ყველა შეიძლება ეს ჩურჩულია, სიბნელი ჩურჩული, სადაც შეიძლება შენ მიიღო კერპი რაღაცა და შენი თავი დაუკავშირო რაღაცას სტიქიას. ამ შემთხვევაში კერპი არის მოეწონა, გაუტკბა ის, რომ ის არის ღმერთად გამოცხადებული. ეს პოპულარულია, რა ვიცი, ეთაყვანებიან მას, ეს მოეწონა. და აღარ სიმდიდრეც არა ლაპარაკი. მე ასე ვთქვათ, უანგარო კერპთაყვანისმცემელი უანგაროდ მიხარია ის, რომ ასეთი ვარ. ძალაუფლება მიხარია თავისთავად. ყოველგვარი სიმდიდრის გარეშე ძალაუფლების კერპია შეიძლება. ერთი ფილმი არის, არაჩვეულებრივი ფილმი არის ლოურენს არაბიელი, ლოურენს ოფ არაბია, პიტერ ოტული თამაშობს. ნამდვილი ისტორიული პერსონაჟი იყო ეს ლოურენს ოფ არაბია და ლოურენს ოფ არაბია, პიტერ ოტული თამაშობს. და ერთი მომენტია ამ ფილმში, რომ ამ ლოურენსმა უნდა აიღოს ქალაქი აკაბა. და აკაბა ისე არის გამაგრებული, მარტო ზღვიდან შეიძლება მისი აღება და ზღვიდან ისე არის გამაგრებული, იმდენი ზარბაზანი აქვს ამ აკაბას, რომ ვერავინ არ აიღებს, ფლოტით ვერ მიხვალ რა იქა განადგურდები. და ეს ლორენსი მიხვდება, რომ ერთ-ერთი გზა რომ ავიღოთ აკაბა არის უდაბნო გადალახვა. უდაბნოს გადალახვა არის აი საოცრაძნელი. რაღაცა წარმოუდგენელი, არავინ არ ელოდება რომ უდაბნოდან შეიძლება აკაბას მიადგე ზურგიდან. და ლორენსი გადაწყვეტს რომ ეს გავაკეთო და არაბ ტომებს შეკრებს და არაბ ტომებთან ერთად მიდის რომ აკაბა აიღოს ზურგიდან. და მე არაბ ტომებს შორის მოხდება ჩხუბი რაღაცა. და ერთ-ერთი არაბი ვინც იყო დამნაშავე ამ ჩხუბის ატეხვაში ლორენსის მეგობარია, რომელსაც ლორენსმა სიცოცხლე აჩუქა, იმიტომ რომ გადაარჩინა უდაბნოსი კვდებოდა და გადაარჩინა თავისთავი გარისკა მისთვის ლორენსმა და ეს კაცი გადაარჩინა, ეს არაბი კაცი და უცებ აღმოჩნდება ეს ამას აუტეხავს ჩხუბი და აკაბას ვერ აიღებენ,
თუ ეს არ დასაჯა, იმიტომ რომ მე წავა ერთმანეთთან სტომები იჩხუბებენ, მოკლავენ ერთმანეთს და დაიშლება ეს კამპანია. ამიტომ ეს ადგება და მოკლავს ამას. ნუ სამართლიანობა ითხოვდა რომ მოეკლა, თან სხვა ტომის წარმომადგენელს რომ მოეკლა, არაბს, მაშინ ატყდებოდა ჩხუბი, მაგრამ ინგლისელმა რომ მოკლა, დაწყნარდა ეს ყველაფერი და აიღეს აკაბა მე. და მე ბრუნდება და მე აღარ მინდა ვიყო ეს გენერალი, აღარ მინდა ჯარში იმსახურო და რატო? აი ეს რომ მოვკალიო და ეს ხო აუცილებლობით გააკეთება უნებია. არა, მაგას არ ამბობ. მე ეს მომეწონაო. მომეწონა რომ ძალაუფლება მქონდაო, რომ ეს შემეძლო ეს გამეკეთებინა. ის კი არა რომ სამართლებმა აღოდგინა მომიწი ამის გაკეთება და აი რაღაც მომეწონაო. ძალაუფლება მომეწონაო, რომ ვიღაცის სიცოცხლე შემილია მე თვითონ ავიღო. გადაუწყვიტო ბედი ვიღაცას. აი რაღაცა ეს დრაკონი რაღაცა დაინახა რომ აი ხო შეიძლება ამან თავი შეიკავა, მაგრამ რო არ შეიკავა თავი რომ მოგეწონოს და გაგიტკბეს და მიიღო ეს, აი მე კარგავს საკუთარ თავს. ბავშვებო, ერიდეთ კერპებს ამაზეა. ყველგან არის ეს სიბნელე. ყველგან არის სიბნელე. ეს ლამაზი შენობები, ცივილიზაცია, ფორმები, კი ბატონო. მაგრამ საკმარისია რომ შეგვაჩეროს, შეაჩეროს ეს სიბნელე ჩვენში. იქნება პირიქით, როგორ თქვა? იქნება პირიქით უფრო სახიფათოც არის, რომ გონია რომ ყველაფერი კარგად არის. გონია რომ საკმარისი ძალა აქვს ამას, მაგრამ ამ სტიქიებმა გამოიყენოს ეს ჩვენი თავდაჯერებულობა და უფრო ჩაგვაგდოს ამაში. ამიტომ წყვილადის გულში განახებს იმ ადგილს, რომ მოდი გავცილდეთ ცივილიზაციას და დაფიქრდე ამაზე, აბა რო არ იყოს ეს ცივილიზაციური შემაკავებელები, ასე ვთქვათ, რაღაცა ეს ჯაჭვები, ეს უცხო თვალი, რომელიც მაჩერებს. აი, კი ბატონო, მხოლოდ მაჩერებს, მაგრამ იქნება ეს სტიქიები ჩემში თვლემენ და იქნება ყოველთვის უნდა შეიძლება გამოვლინდნენ. აი, აქ არის ბოლოში რო კვდება ეს კურსი გაიქცევა, ჯერ გემზე დასვან გემზე, რომ წაიყვანო ძალიანავალთა უკვე კვდება, მაგრამ იმდენად უნდა რომ ეს არ დატოვოს თავისი ძველი ცხოვრება, რომ ავადმყოფიც კი მიდის, რომ შეუერთეს იმ რიტუალს, რომელიც მისთვის ტარდება იმ კუნძულზე. ეს დაეწევა ეს მარლო და გზაში გააჩერებს და მარლოთან რისკავს თავის თავს. ამაში შეიძლება დაიყვიროს და მარლოს მაშინ მოკლავენ. კურსი შეუძლია ერთი სიტყვით მოკლავინოს ყველა. და მარლო ელაპარაკება იციო რას აკეთებო? არ დაკარგო შენი თავი, იცი რას აკეთებო, ვიცი რას ვაკეთებო. და მე აქვს ეგეთი განცდა მარლოს, რომ პრობლემა მაქვს ამ კურსთან, ის პრობლემა მაქვს, რომ ხედავ, რომ თავის მეც აღარავის აღარ უსმენს. არაფერი თავის ზემოთ არა, ღმერთი აღარ აყავს უკვე. მარტო თავისი ხმა ესმის. და ეგეცა ალბათ ესეც მომენტია ის გამოექცა თავის მამას ამ ეპისკოპოს ისიც რაც მარტო თავის მოსმენა დაიწყო შეიძლება და ამიტომაც კურციც ამაში გაება. თქოს აი ღვთიურ ხმას აღარ უსმენს. სიბრძნეს აღარ უსმენს, მარტო თავის გაუღმერთებია, რა თავისი ხმა გაუღმერთებია. ბოლოში თითქოს ინანიებს ეს კურსი, იმიტომ რომ ინანიებს რა ხვდება რომ რა გააკეთა. ბოლოს სიტყვები არის საშინელება. ეგეთ რაღაც. ებრძვის თავის თავს, რაღაცა გონია რომ თავი კანდიდატების მანია აქვს, მე ხა მოვდივარ უნდა დამხვდნენ მეფეები ევროპაში და გამომეგებონ და რაღაცა ეს. მაგრამ მე ბოლოში ამთავრებს ასე რომ საშინელება. მარლო რაღაცნაირად ხვდება რომ ეს ხალხი, ვინც ამ კამპანიაშია, ვისაც ეს ემსახურება, უარესები არიან, ვიდრე თვითონ ეს კურსი. კურსი რაღაცას მაინც ხვდებოდა, რაღაცა ეს საშინელება მაინც თქვა. ხედავდა იმ სიბნელეს და ესენი ამას ვერ ხედავენ. ესენი ცხოვრობენ ცივილიზებულ ცხოვრებას, გონიათ ყველაფერი კარგადაა, თავი ქუჩი აქვს და კარგ საქმეს აკეთებენ, ცივილურად იქცევიან, მაგრამ სინამდვილეში არიან ამ სიბნელის ქვეშ არიან და ამ სიბნელეს არც უწევენ ანგარიშს. იმიტომ რომ მარლოს შეძულდება ეს ხალხი და ესენი იტყვიან რომ მისი მეთოდიო ჩვენ არ მოგწონსო და მარლო შეძრწუნდება ამ ხმით. მათთვისო ეს ხალხის დახოცვა და სპილოძვლის აღება მეთოდია, რომელიც მათ არ მოწონთ. და ესე თქვით, მაგრამ ეს მეთოდი არ არის საერთოდ. ანუ ის ხდება, რომ ეს ამ ხალხის მომხვეჭელობა, ფულის შოვნა არის ერთადერთი ფასეულობა, სხვა არაფერი არ აქვს თავში.
და თან გონიათ რომ ცივილურები არიან, კარგები არიან. ის დაიღუპა მაინც და მიხვდა რომ დაიღუპა ამ სიბნელით და ესენი სიბნელში არიან და სიბნელს ვერ ხედავენ. და უცებ ეს იტყვის რომ ის მაინც კურსიო დიდი ადამიანი იყო და ესენი ხვდებიან ის შენს კურსისნაირი ხარო, ესე იგი უკვე ხვდებიან რომ ესაც კურსის ბანაკშია და არა ჩვენ ბანაკში. ხო, ამას რაღაცა ზიზღი გაუჩნდება ამ ხალხის მიმართ, ვინც თავი ცივილურად მოაქვს და სინოლში უარესები არიან, ვიდრე კურსი, რომელსაც თავი ღმერთად გამოაცხადა. რო ჩადის ბრუსელში, მე ბრუსელში ჩადის, ხო? იქ ხედავს რომ აი ეს ხალხი, რომელიც გონია რომ კარგად არიან, ხო, ბატონო? მარლო ჩადის ბრუსელში, ხო, ბრუსელში ეს ქალაქი, რომელიც აი სარკოფაგი არის, ეს ქალაქია, სადაც თვითონ საფლავს მაგონებს. სხვა შორის ბელგიის მეფემ ლეოპოლდმა იმდენი ხალხი დახოცა ამ კონგოში, ამ რომ რა ვიცი, გენოციდი მოაწყო ფაქტობრივად კონგოს. ამ ისო იგივე მომხოჭელობის გამო. ეს კოლონიზატორობის გამო, ხო? და ეს ჩადის ამ ბრუსელში ხედავს ხალხი დადის, ვითომ კარგად არიან, ამაყად დადიან, რაღაცა ლუდს სვავენ, ითხრიშინებენ ლუდს ამ მუცელში რაღაცა და მაგრამ აი ვერ ვიტანო მათო და არ შემიძლია სიცილიეს სარკასტული სიცილი არ შემიძლია შევაკავო, როცა მათ უყურებ მათ ამ როგორ თქვა ამპარტავან და თავდაჯერებულ სიფათებს უყურებო. და გონიათ რომ თვითონ არ არიან ამ სიბნელის სვერპლიო. ეს სიბნელი მათ აუცილებლად ჩაყლაპავს, იმიტომ რომ ვერც აცნობიერებენ ცხოვრებას. ვერაცნობიერებენ, რაც გონიათ რომ ცივილიზაცია, რაც გონიათ თავი ქუჩი აქვს და მაგრები არიან, კარგები არიან, ეს არაფერი არ არის. თუ ისინი შეეჩეხებიან აი ამ სტიქიებს, აი ამ ბნელ სტიქიებს, რომელსაც ანგარიშს არ უწევენ. ბოლოში თავდება ამ ვიზიტით ამ კურსის შეყვარებულთან და იქ ესეთი მომენტი არის ქალი ეს კურსი რაღაცა ქარიზმა ახლდა, რაღაც დიდი ქარიზმა ჰქონდა და ეს ქალი ისე მონუსხა ეს თავი შეყვარებული და ერთი წელი უკვე გარდაცვლილია ეს კურსი, მაგრამ ამ გოგოს აქვს ზუსტად იგივე გლოვა, რაც პირველად რო გაიგო რომ კურსი გარდაიცვალა. და ესეთი ლამაზი გამოთქმა რომ ჩანდაო რომ ეს გოგო არ იყო როგორ თქვა plaything of time, რაღაც აი დროის სათამაშო არ იყო. ანუ რაც ძალიან ლამაზი გამოთქმა რომ რო არ იყო დროის სათამაშო, არ გაგიტაცოს დროის მამული, რაღაცა დაინახო შენ თავში ისეთი, რაც დროზე მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში ეს კურსის ქარიზმა იყო. მე არ ხა აუცილებლად ესეთი რამე უნდა იყოს, მაგრამ საინტერესო კაი გამოთქმა არის, დროის სათამაშო არ გახდეთ. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბობს მარლოუ რომ მე ტყვილი არ მიყვარსო, ისე კი არა, მიტყვი ზნეობრივ ვარ და მორალური. უბრალოდ აი ვერ ვიტან ტყვილსო, რაღაც ცუდად გზნობ თავს, როგორც აი შეიძლება ცუდი საჭმელი ან რაღაცა არ მოგეწონება, ამჟავებული საჭმელი არ მოგეწონება, ის არ მიყვარსო ტყვილიო. მაგრამ კურსმა მათქმევინაო ტყვილი პირველად მაშინ როცა ვეგონეთო მეო ძალიან გავლენიანი ტიპების წარმომადგენელიო, რომელიც ამ კომპანიაში მე დიდ ადგილს დაიკავებდაო და თან დიდი გავლენა მაქვს და შემიძლია რაღაცა საქმეს გაუფუჭო ვინმეს და კურსი რო გახდება მთავარი წარმომადგენელი ფირმის, მე იქ შემიძლია შევცვალო ყველაფერი ვიღაცები დავითხოვო და ამიტომ ესე მიყურებდნო და იმ მომენტში ეს შევიფერეო. აი ტყვილიც კი ვთქვი, აი კურსის გამო რაც კურსმა ტყვილი მათქვენაო. ბოლოში ეს კურსი ეს მარლოუ ამბობს, არ მიყვარსო ტყვილიო, რაღაც ბუნებრივი ისა მაქვს, რაღაც ანტიპათია ტყვილის მიმართ, მაგრამ ამ შემთხვევაში ტყვილიც კი მათქვენა კურსმა. და კურსი საბოლოო ტყვილსაც ათქმევინებს მე, რომ ეს ქალი ეუნეო, რომ ბოლოს ტყვი მისი რა იყო და ნუ ამან უნდა უთხრას საშინელება. და ბოლოს ტყვიო იყო მისი შენი სახელი ახსენაო. და ეს ქალი თუ ეგრეც ვიცოდიო. და მე ბოლოში ასე ამთავრეს რომ კი მაგრამ რო არ მეთქვაო ესო და სინამდვილე მეთქვაო, სიმართლე მეთქვაო, ისაც ჩამოწოლილი იყო საღამო ოთახში დაბნელდაო და რო მეთქვა სიმართლეო რომ იმა თქვა საშინელებაო, ძალიან ზედმეტად დაბნელდებოდაო. ეს მარლოუ ამბობს, ამიტომ ტყვილი უთხარიო. რომ შენი სახელი ახსენაო. და მე გადავდივართ ისე ლონდონში, სადაც ამ ისტორიას უყვება თავის ამ მსმენელებს, ჩვენ გვიყვება ფაქტიურად, ჩვენც ვართ იმ გემში, თან მარტო ხმა ისმის. სიბნელეში ყვება ამ ისტორიას და თქოს ტუჩები არ ჭირდება ამის გადმოცემას და ჩვენც იმ სიბნელის წინაშე დგავართ და ბატონ? კაცები არიან, ხო? კაცები არიან გემში და ნუ ერთი კაპიტანია, ერთი თვითონ ის მთხრობელია.
თხრობელი მარლოვ არა, მარლოვზე ყვება ეს. აი მარლოვმა ეს ისტორია მოყვა და ეს თხრობელი სხვა არის. და ეს დაუცებ ჩვენ აღვნიშნებით რომ ეს გემი კი მიდის წყუდიათში. ისე ჩვენ შევდივართ ისევ წყუდიათში. ეს ისევ წყუდიათის წინაშე აღმოჩნდებით და ამ წყუდიათის წინაშე ვართ რაც უმწევები შეიძლება ხო რაც ჩვენი ცივილიზაციით შევდივართ ამ წყუდიათში და ფიქრობთ რომ აი რა გველის აქ რა ხელა გაფრთხილდა სიმთხილე გმართებს ასე ვთქვათ რომ არ ჩოგყლაპო შენ წყუდიათმა არ გვაზიაროს თავის ბნელ მისტერიებს არ გვიჩურჩულოს რაღაცა ისეთი რასაც მოვიწონებთ მერე და გავყვებით და მე დავკარგავთ საკუთარ თავს ძალიან ისეთია როგორ თქვა ვერ ვიტყვი რომ ეს ოპტიმისტური ნაწარმოები არის მაგრამ ძალიან სასარგებლო არის ფიქრობ აი ქრისტიანისთვის ძალიან სასარგებლოა ეს აიკითხოს აი ცთუნების ძალას გაჩვენებს რაც ამ დაცემული ბუნებისაც ძალიან დიდ გაქაჩვას ამ სტიქიის, ცოდვის სტიქიის მიმართ. რაღაცა ლამის გარდაუვალობამდე მომნუსხელ ძალას აი ამ დემონების, რა ვიცი, სურვილების, რასაც აუცილებლად მოყვება საკუთარი თავის დაკარგვა. რომ თავისუფალი აღარ ახარ უკვე. აი წერა მაიტანა, რა არის გამოთქვა ეგეთ ქართული, ხო? ბედის წერა მაიტანას ნიშნავს. აი ბედის წერის ეს ქალები რო არის არ თავენ ამ ძაბს არა ის ორი ქალი ის ინდიფერენტულად უყურებენ. ცივი სპრძენი ინდიფერენტულობით უყურებენ. აი შენც ეგივე დაგემართება. ერთ პირველი არა ხარ და მეორე. ბევრი წასულა და აღარ დაბრუნებულა. ბევრს დაუკარგავს საკუთარი თავი. შენც იგივე დაგემართება, რაც ამდაგვარ. აი ამ ძალებთან ურთიერთობა რო გიწევს ნებისმიერ ადამიანს. ქრისტიანი იქნები, არ იქნები ქრისტიანი, ქრისტიანსაც უწევს, მაგრამ ქრისტიანს აქვს უბრალოდ რაღაცა მექანიზმი კი არა, რა ვიცი, ის საშუალება, რომ ამას წინააღმდეგეს, სახარება აქვს, ქრისტე ყავს, ქრისტეში დაამარცხებ ამას. მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ მარტო ქრისტეში დაამარცხებ ამას. ამ ხელა ძალა გჭირდება, თვითონ ღმერთი გჭირდება, რომ დაგამარცხებინოს ეს. ხო, ქრისტიანი ასე უყურებს, ამას ცოდოს ვერ დაამარცხებ ამის გარეშე. ისე ამ ხელა ძალა ქონია. ამ ხელა გაქაჩვა ქონია. აი ეს წყუდიათის გულში გაჩვენებს აი ამ რაც მომნუსხელ და საშინელ ძალას აი ამ ბნელი სტიქიების. სულ კი ბატონო. კი ბატონო, ხო ეს არის ის ხმა ზუსტად ამ ხმაზე ლაპარაკობს ახალგაზრდო. ხო აი ამ ეს გექნება სიმდიდრე გექნება ეს სასწაულებს გააკეთებ და სასწაულით მე დაიმორჩილებს ძალაუფლება გექნება ყველაფერი გექნება. არა პასუხია რომ კი მაგრამ სული თუ დავიზიანე და ჩემი თავი სული თუ დავიზიანე იმის საპირწონე ხო არაფერი არ არის. ასე საკუთარი თავი თუ დაკარგე იმის საპირწონე არაფერი არ არის რაც კიდე ძალაუფლება გქონდეს. პრობლემა ისაა რომ წერა მაიტანა ნიშნავს რომ შენ თავს აღარ ეკუთვნი და ეკუთვნი უკვე იმ სტიქიას. შეიტყბე ისე ის სტიქია რომ გზნობ რომ ის გატარებს და შენ აღარ მართავ საკუთარ თავს. წერა მაგიტანა. ხო ბედის წერა მაგიტანა, ანუ იმ სტიქია მაგიტანა, იმ ბნელმა მაგიტანა, იმიტომ რომ გეჩურჩულა და მოусმინე იმ ჩურჩულს, მოგეწონა ის ჩურჩული. ამიტომ ეს ამ ბნელ მისტერიებთან ურთიერთობაზე ეს და საფრთხე ამ ურთიერთობის, ხო? და ჩვენც ყველანი მიუხედავად ცივილიზაციური ფორმებისა ამ ძალებთან ურთიერთობაში გვიწევს, ხო? დიდი არ არის. მაგრამ ძალიან ლამაზიანი, როგორ თქვა, ძალიან ძლიერიანი წერს, ულამაზესიანი წერს და უმდიდრესიანი წერს. მიუხედავად პოლონელი არის, მის ინგლისური არის, ნუ ინგლისური ლიტერატურის შედევრი. აქ გავჩერდები და თქვენს რა ვიცი, თქვენს რეაქციებს დავალდები, თქვენს დანახულ ნაწარმოებს მოვისმენ და რა ვიცი, მეორე ნაწილი ასე გავატაროთ ასეთ თავისუფალ და ინტერაქტიულ ურთიერთობაში. ხო, ეს არის აქ ეს იგულისხმება, რომ თითქოს ცივილიზაციით ჩადიხარ ამ ხალხთან. ტექნოლოგიით, გემებით, მუშკეტებით, თოფებით რაღაც, მაგრამ ამ ხალხს არ უყურებ როგორც ადამიანებს. და ცივილიზაციის სახელით ჩადიხარ უზარმაზარ ბოროტებას. და თან ფუთავ ამას, ხო, ცივილიზაციით. მე ბელგიაში კი აი ევროპაში აშენებ სახლებს და მანქანებს და ტექნოლოგიებს და რის ხარჯია ეს?
ხო ამაზეა ფარისეულობაზე. ეს მოტივიც არის ძალიან კაფეოდ წარმოდგენილი აქ. რაც ხდება აქ, რომ ჩადიან ეს ევროპელები, ცივილური ევროპელები ჩადიან ველურებთან და ამ ველურებს უყურებენ როგორც ველურებს და აწამებენ, ცემენ საშინს. ფარისეულობა იმ გაგებით რომ ხო შენ თუ შენ ცივილური ტიპი ხარ და ცივილიზაციის სახელით ჩადიხარ საძაგლობას. მაგრამ ერთ-ერთ ასეთ მე მგონი გემის კაპიტანზე არის ლაპარაკი შვედი იყო ერთ-ერთი სარეწი გემის კაპიტანი იყო და ორი ქათმისთვის არ გადაუხადა ფული ვიღაცამ თუ რაღაცა ჩათვალო რომ ორი ქათმისთვის ორი ქათამი რაღაც უფრო ძვირად მიყენ რაღაცა მაგ ორი ქათმის საკითხი იყო მოკლედ და ის ვინ ჩათვალო რომ ის ორი ქათამი ან მოპარა ან რაღაც არ მისცა საკმარისი ფული ჯოხით ისეთ ცემა რომ ლამის სიკვდილამდე მიიყვანა და მე ვიღაცა შავკანიანმა მორიდებულად როცა ამოიგმინა ბატონ ამ ნაწარმოებშია ხო როცა მამისმა და როცა ამოიგმინა მამისმა სიკვდილამდე მიდიოდა ამ შვილმა მორიდებულად ეს შუბი ჩაარტყა და გაიარა ამ შუბა მაშინ და მოკლა ეს შვედი მაგრამ ლაპარაკი ის შვედი ორი ქათმის გამო მზადა შვილის წინ მამა სიკვდილამდე მიიყვანოს იმიტომ ის ადამიანი ის არ არის ამ სპილოზოალი მჭირდება მე ამ ხალხში ვხედავ სპილოზოალს ხო და ვაძლევ რაღაცა ჭკუელა საგნებს ვაძლევ ვატყუებ და ვიღებ მაგან სპილოზოალს მე კანონის ზალით რაღაცა ტანჯავ ამ ადამიანებს შეკრული მყავს ჯაჭვებით და რაღაც ვაზიდინებ კიდე ასეთ რაღაცა ტვირთს ვაზიდინებ კიდე ანუ ამაზე ლაპარაკი ხო ვითომ ცივილიზაციის შუქი შეგაქვს იქ და მაშინ რატო უყურებ ამათ როგორც მონებს და არა ადამიანებს ბატონ ხო ამ გაგებით რომ ბევრ ადგილას არის ნახსენები რომ შევტოპე რაღაც განუსაზღვრელ სიბნელეში სიბნელე იქიდან გველაპარაკება სიბნელე თითქოს ჩვენ სიბნელეს იქაური სიბნელე ელაპარაკება ცივილიზაციური ფორმები აღარ ანათებენ ამ სიბნელეს და უცებ ჩვენ აღმოჩნდით იმ ადამიანობის იმ პირველყოფილი ადამიანობის წინაშე რომელიც ჩვენ სოდესღაც ვიყავით და ჩვენშიც გაიღვიძა ჩვენშიც არის რაღაც ნოსტალგიაც კი თითქოს ამ პირველყოფილი ადამიანობის მიმართ ამ პირველყოფილ ადამიანობაში კი გაშიშვლებულია ყველა ეს ვნება არ თოკავენ ამას და რამ უნდა არის იგივე საკითხია იქაც არა ბუსტაბატონშიც რომ ნუ მოგვაქვს თავი ცივილიზაციით ნუ ვიტყვით რომ ცივილიზაცია საკმარისია იმის რომ მოთოკოს აი ეს სტიქიები ეს ბნელი სტიქიები ეს ქრისტიანობაც რაც ასწავლის რომ ცივილიზაციას და ადამიანური გონებით მოგონილ რაღაცა ფორმებს და ცივილურ ფორმებს რაც ადამიანის გონება იგონებს პრინციპში არ აქვს ძალას რომ დაამარცხოს ჩვენში ეს ცოდვის ინერცია ცოდვის ინერციას მარტო ქრისტეთი ამარცხებს ამიტომ მაგალითად აი აქ არ არის ქრისტე მაგრამ ქრისტიანობაშიც კი აი ქრისტიანობაც კი ამბობს რომ აი რაც არ უნდა შენ პოლიტიკურად გამართული საზოგადოება შექმნა მაინც ის ვერ დაამარცხებს აი ამ შენში არსებულ ამ ბნელ სტიქიებს პლატონს ჰქონდა იდეა მაგალითად რომ ამ ბნელი სტიქიების დამარცხება შეიძლება ამ ბნელი სურვილების დამარცხება შეიძლება შენ თუ განივითარე შენ თავში ნათელი სურვილი იდეალურის მიმართ ეროსი ტრფიალება იდეალურის მიმართ ეს ნათელი მაშინ ეს ისეთი ძლიერი იქნება შენი მისწრაფება ჭეშმარიტების მიმართ და მიზიდულობა რომ სხვა მიზიდულობები ვეღარ დაგძირავენ ამიტომ დაამარცხებ არისტოტელეს მიეშთა რომ ქალაქი თავისი კეთილი კანონებით საკმარისია იმის რომ ადამიანებს განუვითარო ის ცივილური კანონიერი ჩვევები რომ ეს ნების სისუსტე და მიდრეკილება ბოროტისკენ და მიდრეკილება ამ ვნებებისკენ დამღუპველი ვნებებისკენ მოთოკოს შენ თუ კაი მოქალაქე ხარ და ქალაქის კანონებს მიყვები და ქალაქის კანონები შენ ჩვეულებად აქციე მაშინ შენ ეს გაძლევს ძალას რომ არ გახდე მსხვერპლი ამ სტიქიების ამ ბნელი სტიქიების მაგრამ ქრისტიანობა ასწავლის რომ არც პლატონი არც არისტოტელე
მხოლოდ ოცნებობენ და პირდებიან, მაგრამ არც ის რეალურად, არც მისი დოქტრინა, არც პლატონის არისტოტელეს არ გაგათავისუფლებს ამისგან, ამიტომ გახდა საჭიროება თვითონ ღმერთის განკაცების. იმიტომ რომ ცოდვა გაუქმდა მარტო მასში, ეს ცოდვის სტიქია. ამიტომ რაღაც როგორ ვთქვა, ცივილიზაცია კარგია, ცივილიზაცია სიკეთეა, კანონები ადამიანის მოგონილი სამართლიანობის კარგია, მაგრამ მარტო ეს შეიძლება არ იყოს საკმარისი, რაღაცა ქრისტიანობაზე არ არის საკმარისი. რაღაცა უფრო სიღრმისეული ადამიანში მიდრეკილება ბნელისკენ, რომაც შეიძლება დაძიროს ცივილური ადამიანიც, თუ მარტო ცივილიზაციას მიენდობა. აი, ევრიპიდეს მედეაში არის ეგეთი სიტუაცია, რომ მედეას უნდა შური იძიოს, ეს ბნელი სტიქია მოვიდა მასთან, მასაც ეჩურჩულება ეს სიბნელი. რომ შენდა შური იძიო ქმარზე, აი და მედეას ქალაქი, ასე ვთქვათ, ცივილიზაცია ელაპარაკება, რომ არ გინდა არ გაყვია ბნელ სტიქიებს, კეთილგონიარი იყავი, ქალაქი ელაპარაკება. მაგრამ მედეა არ უსვეს ქალაქს, იმიტომ ეს უფრო ძლიერი ხმა, ქალაქის ხმაზე ძლიერია. შენ თუ კანონი შმიატოვე ეს შენი ქმარი, მიანდე თავის ამ ბოროტებას და შენ უარი თქვი შურიძიებაზე. ვერ ამბობს უარ შურიძიებაზე. რაღაც მომენტში თუ ზედმეტად დაძარიე შეში, თუ ეჩურჩული ამ სიბნელეს ზედმეტად, ის მერე მოგაქცევს თავის ჭკუაზე. როგორც ეს კურცი იმდენ ხანს იყო ამ სიბნელეში, იმდენ ხანს იყო ამ წყუდიადის გულში, რომ წყუდიადმა დაიმსგავსა, მაგრამ იმდენი ეფერა ეს წყუდიადი ამ კურცის თავს, რომ ის კურცის თავი თქოს ადეპტი გახდა ამ წყუდიადის მისტერიების. ასე ამოსწი თავის ბნელ მისტერიებს აზიარა წყუდიადმა კურსი. და მე რა კურცი და მე რახან არ ქონდა ძალა წინააღმდგომოდა, ამიტომ ეს ყველაფერი გამართა. თავის ბნელ საიდუმლოებს აზიარა ამ წყუდიადმა კურსი. ეფერაო დიდხანსო. აი ნუ მოაფერებინებ თავს, ასე ვთქვათ, აი ამ ცივილიზაციას აქ ძალა რომ ეს გააკეთოს. ხო, აი ამ კაკარი რომ რაღაცა შეიძლება არ არის იმდენად მძიმე ცივილიზაცია, რამდენიც ეს სტიქიები. ამიტომ ხოლმე ფირია გადაკრული აი ამ წყუდიადზე და ხოლმე ცივილიზაცია არ დაგიხსნის აქედან. და ხშირად ცივილიზაცია თავის სახელს იყენებს, მაგრამ სინამდვილეში აკეთებს ზუსტად იმ ბნელ საქმეებს, როგორც ცივილური ფორმით თვითონ. და უარესი არ ვიდრე კურსი, რომელიც შიშვლად აკეთებს ამას. უარი თქვა ცივილიზაციას და გახდა ღმერთი იმ ხალხის და სპილოზვალი შეაქვს მეტი და მეტი ამ თავის ფირმისთვის. ის, როგორ თქვა, გულწრფელი მაინც არის ამ ბოროტებაში, ესენი იგივეს აკეთებენ, მაგრამ ამბობენ ცივილურები ვართ. ძალიან საინტერესოა, მეტი მინდა ამაზე წავიკითხო. რა თქმა უნდა, ეს ინსპირაცია იყო კონრადი ბევრი მწერლისთვის. მე მინდოდა რატო? შეიძლება რატოაც არ ხო? ეს არ ვიცოდი უბრალოდ რომ ეს პირდაპირ გავლენა იყო. ალბათ მინდოდა თქვენ გენახათ კოპოლას ფილმი, საერთოდ. რატო? სკოტ ფიცჯერალდის რომანი დიდი გეტსბის. აი მე გითხარით რომ ამ ნაწარმოებსაც წაიგითხავთ, შეგიძლიათ ნახოთ მეთქი ფილმი თანამედროვე აპოკალიფსი ფრენსის ფორდ კოპოლას. კონრადი იყო და მე იყო დიდი გეტსბი. ანუ აი ეს ფილმი ფრენსის ფორდ კოპოლა რომელიც ვიეტნამზე იღებს. იქაც გავსი მოტივებია გატარებული და იქაც ეს ჯარისკაცი მიდის კურსთან მიდის და გზადაგზა რაღაცებს ხვდება. და გზაში ეგეთი რაღაც მოხდება, რომ ეს ვიეტნამელებს გააჩერებენ, ოჯახი არის რაღაცა ბოსტნეული ქათმები რაღაცები მიყავთ. და რაღაც მოეჩვენება თითქოს რომ ამათ იარაღი აქვს და ეს ქათამი რაღაც აკრიახდება და მოეჩვენება რაღაცა საფრთხეა და ეს მთელ ოჯახს ამოხოცავენ. და მე ამ თავარგმენს უჩნდება განცდა რომ კი მაგრამ ბოლო-ბოლო რა განსხვავებაა ჩვენსა და მათ შორისო? ვითომ ცივილურები ვართ, ამერიკელები ვართ, რაღაცა კაი საქმეს ვაკეთებთ, კომუნიზმისგან უნდა გავათავისუფლოთ ესენი, მაგრამ თვითონ რასაც ვაკეთებთ, რა განსხვავებაა? ისევ ჩვენს გვატარებს იგივე სტიქიები, შიში, რაღაცა სიძულული, გონი ანუ კურსი იქ აპოკალიფსის კურსიც ამას ხედა, ამას ამბობს რომ საბოლოო ჯამში წარმატება აქვსო კაცობრიობაშიო, მე როგორც დავინახეო, იმას ვინც აღარ ცნობსო ცივილიზაციას.
აი რა გააკეთო ვიეტკონგმა ჩვენო ვაქცინებით გავუკეთეთო ბავშვებს რომ ინფექცია არ დამართნოდათ და ეს ვიეტკონგი მოვიდაო და ამ ბავშვებსო სადაც ვაქცინები გავუკეთო იქ ხელები წაჭრესო და მე მივხვდიო ხო ესენი მოგვიგებენო აბარა არაფერი მუხრუჭი არა აქვთო და ჩვენც არ უნდა გქონდეს მაშინ მუხრუჭიო და ესე ვიყოთო ეგ არისო ადამიანობა ეგ ყოფილაო თუ აი პრიმორდიალური რაღაცა პირველ ყოფილ სტიქიებს რო გაყვევა. აი ესენ პირველ ყოფილ სტიქიებს მიყვებიან და ჩვენცო ნუ ფარავთო ამ ცივილიზაციის ფირითო იმას რასაც ჩვენ ვაკეთებთო. ჩვენც ეგრევე ვაკეთებთ, ჩვენც ეგეთები ვართ. უბრალოდ ჩვენ ვამუხრუჭებთო ამას ვითომ ცივილიზაციის ქადაგებითო. ასე რომ ჩვენც ეგეთები ვართო, მოდი მოხსნათ საერთოდ ცივილიზაცია გადავაგდოთო და ჩვენც მეც ვიქნები ეგეთიო. წარმატება მაშინ მექნებაო, თორე წავაგებთო ამათ, აბარას ვიზამთო. ვაგნერის მუსიკაზე რომ ბომბავენ, ხო? და როგორ მომწონს ეს სუნიო, გამარჯვების სუნი არისო, ნაპალმის სუნი, იმ ნაპალმა რომ ოჯახები ამოხოცა და ბავშვები, ქალები და რაღაცა, იმას არ უყურებ, ნაპალმის სუნი ჩემი ის არის. თან ფორმალურად თითქოს გადაარჩინა ვიეტნამელი ქალი და ბავშვი, აი წაიყვანეთ ესენი, მაგრამ იქ რომ უამრავი ეგეთი ამოხოცა და ნაპალმის სუნში იმათი რა ვიცი, იმათი დამწვარი სუნიც არის, იმას აღარ აკვირდება. რაღაც აი აქაც აპოკალიფსი თანამედროვე აპოკალიფსი ეგეთი პესიმისტური ფილმი არის. აი რომ და იმეორებს რაც კონრადის ლოგიკას იმეორებს. ჰამაზი ტერორისტები არიან ჰამაზი. მაგრამ მთელი პალესტინელების ტერორისტად შერაცხვა ამისთვის არ შეიძლება, ხო, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა და ხო შეიძლება სულ სხვა მოტივები იყოს და ეგეთი ეჭვებიც იყო, რომ აი ამ რადიკალური ისრაელის რადიკალ ძალებს რაც რადიკალ მემარჯვენე ძალებს აწყობს კიდე ჰამაზი რომ თავისი მიზნები შეასრულოს ამიტომ როგორ თქვა ეგეთი არ მინდა ამაზე ძალიან პოლიტიკური თემებია მაგრამ ხო რაღაცა ეგეთი რადიკალი ტერორისტული ორგანიზაცია აწყობს რომ გამართლოს თავისი რაღაც ქმედებები რაც სულ სხვა მიზეზის გამო გარდა ჰამაზის ალაგმისა აქ რაღაც ხო რაღაც ამბივალენტური ავტორს ცოტა ამბივალენტური პოზიცია აქვს მაგალითად ამბობს რომ მომეწონა ეს ერთი ადამიანია რომელიც გაწკეპილი იცვავდაო სულ რაღაც გაწკეპილი გამოდიოდა ხოლმეო და გაწკეპილობა იმ კონგოში რო ხარ ასეთ საშინელ სიტუაციაში მაინც გაწკეპილად ლამაზად იცვავდა რაღაც ეს ნიშნავს რომ შენ ძალისხმევას ხარჯავ რომ არ დაყვე აი ვითარებას რა რაღაცა და ცივილური იყო მაინც იმ სიტუაციაში სადაც ყველაფერი გეუბნება რომ მიდი დაემსგავსე რა ყველას არ ემსგავსება მაინც ან ცივილურად იცოს მეორე მხრივ აჩვენებს რომ არაცივილურ ადამიანებს შეიძლება ძალიან დიდი სიღრმე ქონდეთ უფრო დიდი სიღრმეც ვიდრე ისინი ცივილიზაციას ჩემულობენ და მაგალითად ჩვენ ცივილურებიო ვერ შევიკავდით თავზე არ შეგვეჭამა ერთმანეთიო მაგალითად ამ შიმშილს ვერ გაუძლებთ ესენი უძლებენ ამ შიმშილს არა ამბივალენტური პოზიცია ერთი სული ცივილიზაცია კარგია თვითონაც რომ ამბობს რომ მუშაობა იმიტომ მიყვარს რომ ჩემ თავს პოულობ მუშაობაშია და მე სადაც მუშაობო ის გიყვარდება კიდეცო აი მაგრამ ჩემი გემი შემიყვარდაო იმიტომ რომ ბევრი ვიშრომეურს გემი აქვს შემეკეთებინაო სამი თვე ვაკეთებდნენ ამ გემს ხო რაღაც ლურსნები ჭირდებოდა რაღაც ჩამოვიდა ეს ლურსნები მე თვითონ წერილებს რომ ეს ლურსნები მინდა რაღაც რომ მუშაობდი ამ გემზეო შემიყვარდაო ეს გემიო და მე აღმოაჩინეო რომ ჩემს უკან რა თქმა უნდა მტყოდიო არავინ არ იდგაო ჩემს უკანო ის ვიღაც გავლენიანი პირები და რაღაცა დეიდა ჩემი რო ეუნეოდა არაო ისინი არ იდგნენ ჩემს უკან ჩემი გემი იდგაო რომელიც მე შევაკეთეო ამ ხრი რაღაცა ცივილიზაციას რომელიც შრომის შედეგად შეიქმნა ამას არ არის ხელწამოსაკრავი რამე მაგრამ როგორ თქვა ამ ცივილიზაციის პროდუქტი რო გაქვს მიღებული მზამზარეულად და გონია რომ თავი ქუჩში გაქვს შეიძლება ამან შეგიყვანოს დიდ განსაცდელში კარგი შეკითხვა იმიტომ რომ რასაც ლაპარაკობს მაგალითად რომზე ლაპარაკობს ინგლისზე ლაპარაკობს რომიც და ბრიტანეთიც თავის თავს ხედავდნენ როგორც გლობალური ცივილიზაციები ანუ ის არ იტყოდა რომ რომი არ იტყოდა რომ მე მხოლოდ ჩემთვის ვაკეთებ ამას ის ამბობდა რომ მე ნათელი უნდა მოუტანო ერებს აი პირველი გლობალისტი იყო ალექსანდრე მაკედონელი რომელსაც დაარსა ეს ალექსანდრიები ის ფიქრობდა რომ ალექსანდრიები ეს სოფლიოში დაარსებული გაბნეული ეს ალექსანდრიები იქნება ცივილიზაციის ცენტრები მთელი სოფლიოსთვის მარტო ბერძნული კი არა იქ წარმართული ცივილიზაცია და ბერძნული ცივილიზაცია ეკლექტურად შეერწყმება ერთმანეთს და ეს იქნება
გლობალური ცივილიზაცია ყველასთვის. ამიტომ სხვადასხვა ადგილასაა ალექსანდრიელი. რომმაც ეს მიიღო ეს გლობალური იდეა, რომ ჩვენ რომი ვართ, უნდა ვმართოთ ერები. ანუ ბერძნების საქმე არის, როგორც რომელი ეპიკოსი პოეტი ამბობს, ბერძნების საქმე არის კულტურა, ლიტერატურა, ეს ხელოვნება და ქანდაკებები და ასე შემდეგ. რომის საქმე არის მართოს ერები. ანუ ჩვენ გლობალისტები ვართ. ინგლისის იმპერიას ასეთი იყო, რომ ჩვენ და შევიტანოთ ას ცივილიზაციის შუქი ყველგან. ამიტომ ეს ორ გლობალურ ცივილიზაციაზე ლაპარაკი, საკაცობრიო ცივილიზაციაზე.